მშობლების და შვილების ურთიერთობაში, ხო, რომ აი ხა ჩემი შვილისთვის აი როგორ არ ვიცი, ჩემ თავს როგორ მივხედა, როდესაც ბავშვი ჭირდება რაღაც და ამ დროს ბავშვებს ყველაზე მეტად უხარიათ ბედნიერი მშობლები. მეტი არაფერი არ ჭირდებათ ბავშვებისთვის, ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მშობელი იყოს არა ნევროტული იყოს ბედნიერი რესურსულ მდგომარეობაში, ჯანსაღ ფსიქიკურ, ფიზიკურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ბავშვი სარკისებრი ნეირონებით ირეკლავს მთელ ამ მექანიზმს. სულ რომ უზრუნველყოთ აბსოლუტურად ყველაფრით ბავშვი, მშობლის მდგომარეობა ავტომატურად აისახება ხოლმე ბავშვის ფიზიკურ, ფსიქიკურ მდგომარეობაზე. და პირიქით თუ გინდა რომ იყო კარგი დედა, ესე იგი შენში დებ ინვესტიციას წინასწარ. იმისთვის რომ დედობა ვიცით რომ საკმაოდ რთული პროცესია და სამუშაოა, ძალისხმევა ჭირდება ენერგია, საკუთარი თავის ბევრ რამეში გადადება, ამიტომ წინასწარ ვიცი რომ იმისთვის რომ მე ვიყო რესურსული, ჯერ ჩემ თავში ვდებ რესურსს, ეგოისტურად კი არა, იმისთვის რომ მე ვიყო რესურსული როგორც მშობელი. ანუ პირიქით